უნდა ითქვას, რომ ზვიადი დაკავებულია 2024 წლის 4 დეკემბერს. მისი დაკავების საფუძვლად ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება მისი Facebook გვერდის, უпростоრედ დაფიონის Facebook გვერდიდან აღებული ლაივი, სადაც ზვიად ცეცხლაძე დაახლოებით 31 წუთის მანძილზე წერს ლაივს და შესაბამისად აკეთებს განცხადებას. მისი განცხადების შინაარსი არის ძირითადად მთლიანი ვიდეო მასალის ნახვის და შესწავლის შემდეგ ობიექტურ დამკვირვებელს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ვიდეო ჩანაწერი მთლიანად მიმართული არის თავდაცვითი ხასიათის მოწოდებისკენ და არა ვინმეს მიმართ თავდასხმითი ხასიათის მოწოდებისკენ. შესაბამისად, ბრალდების მხარემ ჩათვალა, რომ ზვიად ცეცხლაძე ახდენდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მოუწოდებდა მოქალაქეებს, რომ მათ განეხორციელებინათ თავდასხმა როგორც პოლიციის თანამშრომლებზე, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე, მათ შორის ბრალის დადგენილებაში, ჩვენ გვიწერია ზვიადის ბრალის დადგენილებაში, რომ მან პარლამენტის შენობის მიმართ განახორციელა ძალადობრივი გზით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ასეთი ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა მიაყენა ზიანი საქართველოს პარლამენტს სტრატეგიულ ობიექტს. დაცვის მხარეს მიგვაჩნია, რომ აღნიშნული